რადიო უცნობი და კავკასიის მედიის სკოლა წარმოგვიდგენთ ევროპის ახალ ამბებს. ეთერშია ევროპის ახალი ამბები. ევროკავშირის მიერ ირანულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე ირანს ადეკვატური რეაქცია ექნება. ამის შესახებ ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის გენერალურმა დირექტორმა აჰმედ კალებანმა განაცხადა. უსხაური მედიის ინფორმაციით, ინგლისსა და საფრანგეთში ირანული ნავთობის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ სხვა ევროპულმა ქვეყნებმა კონტრაქტების გაფორმებაზე ირანთან მოლაპარაკებები დაიწყეს. ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ თუ ევროპულ ქვეყნებს სურთ ირანული ნედლი ნავთობი, მათ ხელი უნდა მოაწერონ 2-დან 5 წლამდე ვადით კონტრაქტებს ნებისმიერი პირობის გარეშე. გასული წლის დასაწყისში ირანის ნავთობსაცავებში ნავთობის დიდი მარაგი იყო. დღეისთვის ნავთობსაცავებში ნავთობის გარკვეული რაოდენობაა, თუმცა წინა წლების მაჩვენებელთან შედარებით უმნიშვნელო, აღნიშნავს აჰმედ კალებანი. ეთერშია ევროპის ახალი ამბები. რუსეთის ოპოზიციამ 10 მარტს სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მსვლელობის ჩატარებაზე მოსკოვის მერიაში განაცხადი შეიტანა. ინტერფაქსის ცნობით ამის შესახებ მემარცხენე ფრონტის ლიდერმა სერგეი უდალცოვმა სოციალურ ქსელ ტვიტერში საკუთარ გვერდზე დაწერა. განაცხადში ოპოზიცია 50,000 კაციანი მიტინგის ჩატარებაზე ნებართვას ითხოვს. საპრეზიდენტო არჩევნებზე მასობრივი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ჩვენ აქციების გამართვა ყოველდღიურად მოგვიწევს. სწორედ ამიტომ შევიტანეთ მერიაში რამდენიმე განაცხადი. განმარტა უდალცოვმა. საპრეზიდენტო არჩევნები 4 მარტს გაიმართება. ოპოზიციის პირველივე მიტინგი 5 მარტს ლუბიანსკაიას მოედანზეა დაგეგმილი. მერიამ ოპოზიციას ამ თემაზე პასუხი დღეს უნდა გასცეს. ეთერშია ევროპის ახალი ამბები. ესტონეთში პოლიციის უსაფრთხოების თანამშრომელი ალექსეი დრესენი დააკავეს, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაშია ეჭვმიტანილი. ალექსეი დრესენი ტალინის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც მისი მეუღლე უკვე მოსკოვში მიმავალ თვითმფრინავში იმყოფებოდა. მას საიდუმლო ინფორმაცია გადაჰქონდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ დრესენი მეუღლეს კურიერად იყენებდა. ეს შემთხვევა რუსეთის დივერსიული საქმიანობის მორიგი მაგალითია, განაცხადა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კენ მარტი ვაჰერმა. ვაჰერის თქმით, ქვეყნის ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანების შემდეგ რუსეთის მხრიდან ესტონეთის მიმართ ინტერესი გამუდმებით იზრდება. ეთერშია ევროპის ახალი ამბები. ძალაუფლების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ სირიის პრეზიდენტ საერთაშორისო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კეტრინ ეშტონიც მოუწოდებს. სირიაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტას და რეგიონში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ითხოვენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წითელმა ჯვარმაც დაიწყო. გასული 24 საათის განმავლობაში სირიაში 80 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ამერიკელი ჟურნალისტი მარი კოლვინი და ფრანგი ფოტორეპორტიორი პერი ოჩლიკი. ეთერშია ევროპის ახალი ამბები. ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც სირიის ქალაქ ჰომში თავდასხმის დროს დაშავდა, ქვეყნიდან ევაკუაციას ითხოვს. ედით ბიუერის დაშავების გარდა თავდასხმის დროს ამერიკელი ჟურნალისტი მარი კოლვინი და ფრანგი ფოტორეპორტიორი პენი ოჩლიკი გარდაიცვალა. დაშავდა ოპერატორიც, რომელიც ამჟამად სირიის ჯარის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ორ კვირაზე მეტია, რაც ჰომსის მოქალაქეებს ქალაქში შესვლის საშუალება არ აქვთ. საფრანგეთის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ფრანგი ჟურნალისტების მკვლელობა დაუსჯელად არ დარჩება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი სირიის პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისო საზოგადოებას ერთობლივი მოქმედებისკენ მოუწოდებს. ასეთი იყო ევროპის ახალი ამბები ამ დროისთვის, რომელიც ანა მაისურაძემ გაგაცნოთ. შემდეგ გამოშვებას ხვალ 9 საათსა და 30 წუთზე მოისმენთ.